დონალდ ტრამპსა და ფრიდრიხ მერცს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ოვალურ კაბინეტში გამართულმა პრესკონფერენციამ მშვიდად ჩაიარა. ლიდერებმა არაერთ კითხვას უპასუხეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპს რუსეთზე მეტი ზეწოლა სთხოვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი რუსეთის ომი უკრაინაში სკვერში მოჩხუბარ ბავშვებს შეატარა. თქვა, რომ ამაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა და რომ ზოგჯერ უმჯობესია ბავშვებმა ცოტა ხნით ჩხუბი გააგრძელონ. ზოგჯერ და ამას შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში ვამბობ. ორი პატარა ბავშვი გააფთრებით ჩხუბობს. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და პარკში კინკლაობენ. შენ მათ გაშველებას ცდილობ, თუმცა მათ ეს არ უნდათ. ზოგჯერ სჯობს ცოტა ხანს ჩხუბი გააგრძელონ და მერე დააშორო. ეს ანალოგია გუშინ ვლადიმერ პუტინს გავუზიარე. უთხარი, ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება ბრძოლისა და დიდი ტანჯვის გაგრძელება მოგიწიოთ. ორივე მხარე იტანჯება. სანამ მათ გააშველებ, ან სანამ ისინი მზად იქნებიან გაშველებისთვის. ეს ცნობილი ანალოგიად ითვლება. ორი ბავშვი ჩხუბობს და შენ ხანდახან მათ ცოტა ხნით ჩხუბის უფლებას აძლევ. კითხვაზე განიხილავს თუ არა ტრამპის სანქციების დაწესებას რუსეთისთვის გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, იგი ძალიან კაცრად იმოქმედებს. ფრიდრიხ მერცმა კი თქვა, რომ დონალდ ტრამპი ის საკვანძო ადამიანია, რომელსაც რუსეთზე ზეწოლის გაზრდით ომის დასრულების რეალური შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ორივე ვეძებთ გზებს, რათა ეს ძალიან მალე შევაჩეროთ. პრეზიდენტს აქ შემოსვლამდე ვუთხარი, რომ ის არის საკვანძო ადამიანი მსოფლიოში, ვისაც რუსეთზე ზეწოლით ამის გაკეთება ახლა შეუძლია. მოგვიანებით კვლავ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ევროპელებმა და ამერიკელებმა ერთობლივად. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ რაღაც გავაკეთოთ, რათა ეს ომი 3 წელიწად ნახევრის შემდეგ შევაჩეროთ. ფრიდრიხ მერცმა ოვალური ოფისის დატოვების შემდეგ თქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მიზანი უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთოა. ორივე მხარეს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ უკრაინის სიმტკიცითა და მისი თავდაცვის უნარიანობის გაზრდით შეიძლება იქნეს მიღწეული და სწორედ ამიტომ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება მართებს.